ევიან-ლებენში დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში ბოლო 4 თვის განმავლობაში პირველად ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს შეხვდა. საუბარს, რომელიც უკრაინული მედიის თანახმად დაახლოებით 9 საათს გაგრძელდა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვიც დაესწნენ. თეთრი სახლის ლიდერმა შეხვდა დადებითად შეაფასა, მოგვიანებით კი მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ რადგანაც ირანთან ომის საკითხი მალე წარსულს ჩაბაგდება, ვაშინგტონის ყურადღება უკრაინაში მოსკოვის სრულმასშტაბიან სამხედრო მოქმედებებზე გადაერთვება. რუსეთმა უნდა დადოს შეთანხმება. რუსეთს უზარმაზარი ადამიანური დანაკარგები აქვს, ისევე როგორც უკრაინას. გასულ ორ თვეში მათ 35,000 ჯარისკაცი დაკარგეს. ამაზე თითქმის ყოველდღიურად ვფიქრობ. საშუალოდ 25,000 ადამიანი დაიღუპა. უმეტესად ჯარისკაცები, ახალგაზრდები, ლამაზი და სიცოცხლის სავსე ადამიანები. იქ მიმდინარე მოვლენები მართლაც შემზარავია. ჩვენ გვქონდა შეხვედრა და ვნახოთ რა იქნება. კვირას პრეზიდენტ პუტინსაც ვესაუბრე და გარკვეული თვალსაზრისით, იქაც მსგავსი სიტუაციაა. ჩვენ მთლიანად ირანზე ვიყავით კონცენტრირებულები. ეს თემა მალე წარსულს ჩაბარდება, თუმცა ჩვენ უბრალოდ ამ საქმესთან არაფერი გვაკავშირებს. ჩვენ მათ იარაღს კი არ ვჩუქნით, არამედ ვაწვდით ფულის სანაცვლოდ. ობამამ მათ დაახლოებით 350 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება გაუწია, რაც ჩემი აზრით სრულიად გაუმართლებელი იყო. ევროკავშირი ჩვენს იარაღში სრულ ფასს იხდის. თუმცა ეს საკითხი ჩვენზე განსაკუთრებულ გავლენას არ ახდენს. ჩვენი ურთიერთობა ძირითადად იარაღის გაყიდვით შემოიფარგლება, რადგან ათასობით მილით ვართ დაშორებული. არ მომწონს, რომ ყოველდღიურად 25,000 ახალგაზრდა ადამიანი იღუპება. ადამიანები, რომლებიც ახლა იწყებენ ცხოვრებას. ისინი ფრონტის ხაზზე მიდიან და იქ იღუპებიან. საფრანგეთში ჩასვლამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, როგორც ამბობს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს აცნობა მოსკოვის პოზიცია სამშვიდობო პროცესის მიმართ. ჩვენ პუტინს შევთავაზეთ შეხვედრა ნებისმიერ ადგილას, სადაც ომის დასრულების რეალური გადაწყვეტილებების მიღება იქნება შესაძლებელი, თუმცა მას ეს არ სურს. შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის პრეზიდენტებთან განვიხილეთ რუსეთთან შეხვედრის შესაძლებლობა დიდი შვიდეულის ფარგლებში, სადაც წარმოდგენილი იქნება ყველა დემოკრატიული ქვეყანა. პუტინს არც ეს სურს. პრეზიდენტ ტრამპთან განვიხილეთ, რომ ასეთი შეხვედრა შესაძლოა იყოს ორგანიზებული ამერიკაში, იმგვარ ფორმატში, სადაც პუტინს გაცილებით გაუჭირდება უარის თქმა. სულ მცირე პრეზიდენტ ტრამპისთვის და ვნახოთ რა გამოვა. თუ რუსეთი ამ შანსსაც უგულებელყოფს, საჭირო იქნება დამატებითი წნეხი. ამიტომ უნდა იყოს უფრო მძლავრი სანქციები და ევროპას შეუძლია ამ პროცესს გაუძღვეს. კრემლში პერიოდულად იმეორებენ, რომ მზად არიან კიევის დელეგაციას მოსკოვში უმასპინძლონ, რაც დასავლელი ლიდერებისა და ანალიტიკოსების აზრითაც უკიდურესად საფრთხის შემცველია, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, როცა ვოლოდიმირ ზელენსკის ხელისუფლებას რუსული მხარე ეგრეთ წოდებულ კიევის რეჟიმად მოიხსენიებს. მის კაბინეტსა და თავად უკრაინის პრეზიდენტს კი მოსკოვი უკვე მეხუთე წელია ნომერ პირველ სამიზნედ მიიჩნევს. Официальных каналов-то между Москвой и Киевом нет, как вы знаете. როგორც იცით, მოსკოვსა და კიევს შორის ოფიციალური საკომუნიკაციო არხებიც კი არ არსებობს. ასეთი არხები საერთოდ არ ყოფილა. უფრო მეტიც, პუტინმა არსებითად უკვე ყველაფერი უთხრა და შესთავაზა ზელენსკის. არაერთხელ ითქვა და გამეორდა, რომ თუ ზელენსკი მზად არის პასუხისმგებლიანი და სერიოზული მოლაპარაკებებისთვის და კიევის რეჟიმა კარგად იცის რაზეა საუბარი, მას ყოველთვის შეუძლია მოსკოვში ჩასვლა, სადაც მას მიიღებენ. То он всегда может приехать в Москву, где его примут. დიდი შვიდეულის სამიტის პარალელურად უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონებით შეძლეს იერიშების მიტანა მოსკოვში, კრემლიდან დაახლოებით 16 კილომეტრით დაშორებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. კიევის ცნობით ეს არის სამართლიანი და ლეგიტიმური პასუხი იმ ქმედებებზე, რაც ერთი დღით ადრე რუსეთმა ჩაედინა კიევ-პეჩერის ლავრის მისამართით.